მშვიდობისა, დღეს 29 იანვარია, დილის 8 საათი და 30 წუთი. პირდაპირ ეთერშია გადაცემა ერთსულოვნების დილა. ელისაბედ აბულაძე და გეგი ნემსიწვეριძე გაუძღვებით დღევანდელ გადაცემას. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. მოგესალმებით ყველას, მადლობა რომ გვიყურეთ და შევეცდებით საინტერესოდ წარმართოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ახლა საეკლესიო კალენდრის დრო არის. შევიტყოთ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს 29 იანვარს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია და შემდგომ რა თქმა უნდა ანონს გაგაცნობთ. 29 იანვარს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს წმინდა მოციქულ პეტრეს პატიოსან ჯაჯვთა თაყვანისცემას და მოიხსენიებს წმინდა მოწამეებს სპევსიპეს, ელევსიპეს, მელევსიპეს, მათ დიდედა ნეონილას და მათთან ნეონს, ტურვონს, იოვილას და თეონილას, წმინდა მოწამე დანაქტი წიგნის მკითხველს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს და დღეს მოხსენებულ წმინდანთა შემწეობასა და მფარველობას გისურვებთ. ახლა ანონს გაგაცნობთ. მოგეხსენებათ, რომ წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელი შესრულდა, რა უძღოდა წინ ამ მნიშვნელოვან თარიღს, რამ განაპირობა ეს ყოველივე და რა მოგვიტანა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ. თემაზე სასაუბრო შემოგვიერთდება ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი, წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი დეკანოზი ბიძინა გუნია. ახალი რეგულაციების მიხედვით პლასტმასის სხვადასხვა ნაწარმი აიკრძალა. რომელ ნაწარმზეა საუბარი კონკრეტულად, რა საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას და როგორია ახალი რეგულაცია. თემაზე სასაუბროდ გადაცემის მეორე ნაწილში შემოგვიერთდება სურსათის უნებლობის სპეციალისტი მარიამ ჩაჩუა. გადაცემის დასკვნით ნაწილში კი ვისაუბრებთ საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის პროექტის წიგნიერი ლიდერის შესახებ. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთებიან საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის არაფორმალური განათლების საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი ნიკოლოზ ცხომელიძე, კომუნიკაციების მენეჯერი თამარ მათიაშვილი და პროექტ წიგნიერი ლიდერის პირველი სემესტრის გამარჯვებული თბილისის 59 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი სამხარაძე. ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ახლა ვნახოთ ამინდის პროგნოზი და ამინდის პროგნოზის შემდეგ დავბრუნდებით მოძღვართან ერთად სტუდიაში.
მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ და წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმარს წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი დეკანოზი ბიძინა გუნია შემოგვიერთდა. დაგლოცეთ მამაბიძინა. ღმერთმა გაგახაროთ დილამშვიდობის. დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. მამაბიძინა, ვიცით ყველამ რომ ძალიან მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავთ წელს 1700 წელი ქართლის მოქცევიდან საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 17 საუკუნოვან ისტორიას აღნიშნავთ და აი ამ ძალიან მნიშვნელოვან თარიღს ვცდილობთ რომ ღირსეულად შევხვდეთ. ამასთან დაკავშირებით ვიცით რომ შექმნილი არის კომისია საქართველოს საპატრიარქოში ჩვენი პატრიარქის ლოცვა კურთხევით და დაგეგმილია მთელი წლის ღონისძიებები თარიღთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს გვინდა ვისაუბროთ იმაზე თუ რამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ, რა უძღოდა 326 წლის ამ ძალიან დიდ მოვლენას წინ და წმინდა ნინო საქართველოსში შემობრძანებას. დავიწყოთ აი ისტორიული კონტექსტის მიმოხილვით თუ შეიძლება. დიახ. ძალიან მნიშვნელოვან თარიღს მივიახლებით სულიად საქართველოს. ეს არ არის უბრალოდ თარიღი 1700 წელი, ეს არის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების და რო ჩავწვდეთ ამ თემას, სულიერი ხედვა არის საჭირო. რას გულისხმობ? თითოეული პიროვნება თუ აცნობიერებს, რომ ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, ხილულ სამყაროში და პარალელურად თან არსებობს უხილავი სამყაროს. ანუ ღმერთმა უხილავი და ხილული სამყარო შექმნა და ეს ორი სამყარო ერთმანეთს გამსჭვალავს. აქედან გამომდინარე, ადამიანი გარდა ხორცელი ცხოვრებისა, სულიერ ასპარეზზეც არის გამოსული და უნდა გავავლოთ წყალგამყოფი. როდესაც სულიერს გულისხმობ, ჩემი გონება, ჩემი ცნობიერება უფლისკენ არის, შემოქმედისკენ არის მიმართული თუ არა. თუ უფლისკენ, შემოქმედისკენ არ არის მიმართული, ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს დაცემულ ანგელოზურ ძალებთან აქვს ურთიერთობა. ანუ ბოროტ ძალებთან. აქ ლაპარაკია მაგიის ყველა ფორმაზე, ეს ზოგი აფერადებს, რაღაცა თეთრი მაგია, შავი მაგია. სამწუხარო ეს გარემოება, რომ შეჭიდებულნი არიან ჰოროსკოპებს და მასთან დაკავშირებულ სწავლებას, რომელიც არაფერია თუ არა სარკმელი ჯოჯოხეთისკენ. სამწუხაროდ ეს რთული მოსასმენია, მაგრამ ნამდვილად ესეა და არანაირად არ ესადაგება ქრისტიანულ სწავლებას. ანუ 1700 წელთან დაკავშირებით, აი განვლილ პერიოდთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ რა, რომ ეს პრობლემა მაშინაც იყო, ეხლა დგას. ქმნილება, ანუ ადამიანი შეიმეცნებს თუ არა შემოქმედს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. 1726 წელს წინ უძღოდა კვართის მობრძანება საქართველოში. ეს არ არის უბრალო ამბავი. ამ პერიოდისთვის მცხეთაში და მის შემოგარენში ძველი აღთქმის ეკლესია და მისი წევრები არიან. ამიტომ არის რომ კვართი საქართველოში ჩამობრძანდა. ამიტომ არის რომ ჩვენ დიდ პატივს მივაგებთ წმინდა სიდონიას, რომელიც დახვდა კვართს, ვინც ჩაბრძანდა, ვინც ჩამოიტანეს. და ეს არ შეიძლება იყოს შემთხვევითი მოვლენა, ეს არის განსაკუთრებული მოვლენა და წითელი ხაზი მინდა გაუსვა და ვთქვა, რომ ქართველიერი იყო გამომიძიებელი ღვთისა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ უფალმაც არ დააყოვნა და ერთ-ერთი უდიდესი საბოძვარი, თუ პირველი საბოძვარი, სწორედ საქართველოში დაავადა. ანუ გარკვეული მზაობა ერში იყო. დიახ, და ფაქტია რომ ქრისტიანები არ იდევნებოდნენ, ვინაიდან ესე იგი ქართველ ებრაელთა თემა ასევე საქართველოში დაიბანა და კვართი მობრძანდა ჩვენს ქვეყანაში. ამასთან ძალიან ახლო ბმაშია 6 საუკუნით ადრე ქრისტეს განკაცებამდე წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენი, რასაც სწორედ ებრაელთა ჩამობრძანებაც და აქ თელი მოღვაწეობა მოყვა, რა თქმა უნდა არ იდევნებოდნენ. ეს გამომდინარეობს ღვთისმოყვარეობიდან, კაცმოყვარეობიდან. ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ ამას, რომ 2600 წელია ჩვენ თანამცხოვრობთ ებრაელებთან ერთად და არასდროს არც მათზე აუგი გვითქვამს, არც რაიმე დაგვიმცირებია, არ მინდა რთული პერიპეტიები გავიხსენო, რაც ევროპაში 19-20 საუკუნეებს უკავშირდება ძალიან სისხლიან მნიშვნელოვან გარემოებას. ანუ არის ფსალმოში ესეთი საოცარი სიტყვები, უფალმა ზეცით გარდამოიხილა არის თუ ვინმე გამომეძიებელ და გულისხმიერ ღვთისაო. და აი დაინახა ეს ქართველი ხალხი და ამიტომაც დაივანა აქ
ესე იგი მაცხოვრის კვართმა, ამიტომაც საქადაგებლად შემობრძანდა ანდრია პირველწოდებული, სიმონ კანანელი, მატათა მოციქულები, ცნობილი აწყურის ხატი თქვენ იცით. ეს არის დიდი ნაბიჯები ქრისტესკენ. ეს არის მე მახსენდება ჩვენი უწმინდესი და უნეტარესის ილია მეორის საოცარი მოწოდება უკვე 21 საუკუნეში ქართველებისა ქართველმა ერთად ღვთისაკენ. სწორედ ეს არის ეს პირველი მძლავრი ნაბიჯები და უფალი გულთამხილავი ხედავს რომ უჭირს ქართველობას მაინც მძლავრობს წარმართული ცნობიერება, კერპები, მიუხედავად იმისა, ასეთი სიწმინდე აწყურის ხატი შემობრძანდა, ასეთი სიწმინდეა დავანებული საქართველოში კვართის სახით და აი ღვთის საოცარი განგებით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით წმინდა ნინო მობრძანდება ჩვენთან. ის შემოსლავს კერპებს. ახეთ რა ხდება საოცრება ეს აი წინა ისტორია ეპიზოდურად ძალიან მოკლედ მეფე არღებულობს ახალ სწავლებას, ანუ იგი წარმართია. დიახ. მაგრამ თავის საქციელში არის გულწრფელი. ის მეფეა უყვარს თავისი ხალხი და აი უფალი ისე როგორც სავლე მოიქცა, მე მინდა ესე და პავლეს გარდა იქნა უფალი თხოთის მთაზე სანდი რომ წასულ მეფეს სიბრმავეს მოულენს, დაბნელდება მზე, ის ვერაფერს ვერ ხედავს და ხედავს რომ უძლურია ყველა კერპი. და აქ იგი ედრება წმინდა ნინოს ღმერთს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი სწორედ პირველი სასწაული მეფე მერიანისთვის მოხდა აქ და აქედან დაიწყო გაქრისტიანება, სახელმწიფო რელიგია გამოცხადება. და შემდგომი ეტაპები ძალიან მნიშვნელოვანი, იცით, მე-6 საუკუნე ეს არის წმინდა იოანე ზედაზნელი და 12 მისი მოწაფე, მათი მობრძანება, ანუ დიახ, უფალი ხედავს რომ იბძვის ქართველი ხალხი, მათ უნდა ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა და გააძლიერა კიდევ ერთხელ. ესე იგი, მთელი ახალი ეპოქა, ახალი ფურცელი გადაიშალა საქართველოში მე-6 საუკუნეში უდიდესი 13 ასურველი მამის მობრძანება. მამა ბიძინა, ისე მე-4 საუკუნეს და მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას რომ დაუბრუნდეთ, რამდენად კარგად გვაქვს ერს გაცნობიერებული მათი როლი ჩვენს ისტორიაში, ის რომ მათმა გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მომავალი. და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად ესე იგი გამოცხადებამ საბოლოოდ ჩამოაყალიბა ქართველი ერის იდენტობა და ეროვნული თვითმყოფადობა განსაზღვრა. თვითონ კითხვაშიც არის პასუხი, რომ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ ეს ჩვენისთვის ზუსტია, მაგრამ ამიტომაც მოგვიწოდებს ჩვენი უწმინდესი, რომ უფრო მეტად ჩაუღრმავდეთ ეს მისი უწმინდესობის უდიდესი ძალისხმევით მოვედით ამ დღემდე ჩვენ. წარმოიდგინეთ, არიან ქვეყნები, რომლებიც ადრე იყვნენ მართლმადიდებლურნი და დაკარგეს ეს პოზიციები და საქართველო არის ფორპოსტი ამ ხრივ. მე ამას არ ვამბობ რაღაც თვითჩემობით არ მე ეს ნამდვილად ესე არის, იმიტომ რომ საქართველოში ვერ მოიკიდა ფეხი ვერანაირ ერეტიკულმა, ვერანაირ უცხო მოძღვრებამ. რა თქმა უნდა იყო მცდელობები, მაგრამ კლდესავით იდგა ქართველი ხალხი და დღესაც დგას მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევი და აი ამ გზით მივდივართ და აუცილებელი ამის გასწორება, იმიტომ რომ აი კიდევ რა შემოიტანა ეს მინდა ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან. დაცემული მდგომარეობა როგორია, იცით, ადამიანი ვერ ახერხებს შემოქმედთან მადლის მიერ ერთობას. იგი ეძებს სულიერ წყაროს. ამას ვერ, ესე იგი, ვერ მიაკვლევს, რატომ ის უნდა იყოს აუცილებლად ჩართული ღვთისმსახურებაში. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ აი მოინათლა მეფე მირიანის, მისი სახლეულის და ნათლობის გარეშე ეკლესიის წევრი ვერ გახდები, ნათლობის გარეშე ვერ მიახლები ზიარების საიდუმლოს. ვერ მიახლები მაცხოვრის წმინდა ხორცს და სისხლს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ განღფრთობის გზაზე კიდევ მინდა სულიერი თვალსაზრისით დაგვნიშნო, რომ ჩვენ ქრისტიანობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა მარადიული ცხოვრების და ნეტარი მარადიული ცხოვრების მნიშვნელობა. ამიტომაც ეცვა იგი ჩვენთვის ჯვარს, ამიტომაც მოვიდა განკაცდა და მტრედი დაღდგა და ის უმძიმესი მემკვიდრეობა რაც ჩვენ სიცოცხლის დაცემის შემდგომ გვერგო და დღესაც ძლავრობს, აი
ითრგუნება რითი ეს არის ნათლისღება პირველი კარი და მირონცხება აუცილებლად და ზიარების საიდუმლო. მე მინდა უბრალოდ გავიხსენო ყოველ წირვაზე აღსრულებული და ლოცვაზე აღსრულებული მშვიდობიანი კვერექსი. მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ, ანუ კავშირი ქმნილებასა და შემოქმედს შორის ეს უნდა იყოს აუცილებლად მშვიდობიანი ურთიერთობა. ეს მშვიდობა გულში უნდა სუფევდეს, მაგრამ იცის რა დაცემულმა ადამიანმა კვერექსის მეორე მუხლი მოვიწოდებს ზე გარდა მშვიდობისათვის. ანუ უფლის გაბოძებულ მშვიდობაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ არის მოჩვენებითი მშვიდობა, რომელსაც სიკეთებდი არ მიგიყვანს. იქ სადაც ბრძოლა საჭირო, მაგალითად 100,000 მოწამის საოცარი ბრძოლა. მე არ ვამბობ ხმლით, აქ არის ბრძოლა, დაადგან თორა სიწმინდეებს, ხატებს ფეხი. და აი, რამ გადაწონა მათში? წუთი სოფლის წნარმა ცხოვრებამ, წუთიერმა თუ გინდათ 100 წელი ყოფილიყო თუ მარადიულმა ნეტარმა ცხოვრებამ და საშინელმა აღსასრულმა, საშინელმა ჭყალებში ვამბობ, მაინც რთულია თავის მოკვეთით განგმირა და მოკვდინებით, ხო? აი ასე ლახავდა ქართველი ხალხი, ასე მიდიოდა დღესაც და როდესაც ჩვენ მსახურებაზე არ ვდგავართ, ეს ნიშნავს, რომ მოკლებული ვართ მადლის მიერ ერთიერთობას უფალთან. აუცილებლად მინდა აღვნიშნო საგანმანათლებლო კერები. ფაზისის აკადემია, იყალთოს აკადემია, გელათის აკადემია, თქვენ იცით რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა 1995 წელს იმ დროინ ხელმძღვანელობასთან ერთად აღადგინა გელათის მეცნიერებათა აკადემია, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მათ საფუძველზე ჩამოყალიბებული დღეს არსებული სასულიერო აკადემიები, სემინარიები, ანდრე პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტი და მრავალი სხვა. დიახ, აი მამაბიძინა, მართლმადიდებელი ქვეყნები ახსენეთ, რომლებმაც დაკარგეს ხო ეს ჭეშმარიტება სარწმუნოების კუთხით. მე-4 საუკუნიდან დღემდე, როგორც აღნიშნეთ და იცის საზოგადოება, 17 საუკუნე გავიდა. ამ 17 საუკუნის განმავლობაში თქვენ ასევე 100,000 მოწამე ახსენეთ. რამ განაპირობა ჩვენი ქვეყნისთვის კონკრეტულად ამ სარწმუნოების შენარჩუნება? ის რომ დღეს ჭეშმარიტი მორწმუნეები ვართ, რა ეტაპები გაიარა საქართველომ და იყო თუ არა შანსი, საფრთხე უпростоრად უკეთესი სიტყვით რომ მოვიხსენოთ, საფრთხე თუ იყო ოდესმე იმისა, რომ შეიძლებოდა საქართველოს დაეკარგა სარწმუნოება ჭეშმარიტი. ეს საფრთხე ყოველთვის იყო ყოველ ეტაპზე ქართველი ერის ცხოვრების და ეს საფრთხე დღეს ახლაც. დიახ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჟამი ახლოს არის, ეშმაკი ბობოქრობს, აი რომ გადავხედოთ სოფლიოში მიმდინარე პროცესებს, შეიძლება გაოგნებული დავრჩეთ. სოდომ გომორი, რომელიც დაინგრა სწორედ იმ ყოვლად მიუღებელი ბილწიწოდების გამო, დღეს ლეგალურად ხდება და აქ ხდება კერები, წარმოიშობა კერები, რომლებიც ამას ძალუმად ებძვიან. დიახ. არა მარტო ეკლესიები, გამოჩნდა არაერთი პოლიტიკოსი, რომელიც ამ ხელს, ამ ყოვლად მიუღებელ, ანუ პოლიტიკოსებისთვისაც კი ერების ცხოვრებაში ეს ყოვლად მიუღებელი ფაქტია. ამას გარდა არსებობს უამრავი დენომინაციები და მიმდინარეობები. თქვენ ხო იცით, რომ ესე იგი უკვე მე-10 საუკუნეში გაფორმდა კათოლიკების გამოყოფა საერთოდ მართლმადიდებლური სამყაროდან და ეს პროცესი არაზროს არ მინალდება, რა გაგებით, იცით, ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად. ამიტომ არის დიდად მნიშვნელოვანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ეს 48 წლიანი სამღვდელმთავრო, მისი მამამთავრული მოღვაწეობა, რომ მან უფალს გაუღო გული და ქართველი კაცი მოახედა უფლისაკენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ავიღოთ თუნდაც საოცარი დღე, რომელიც მისმა უწმინდესობამ დააწესა 17 მაისი. ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც ყველა ადამიანს ავალდებულებს მშობლების პატივისცემას. აი ეს მეხუთე ცნება პატივი ეცი მამასა, შენსა და შენსა, აი ამ ცნებას თავისი დღე აქვს. პირდაპირ მნიშვნელობით არა, მაგრამ ოჯახის სიწმინდეს დღე, რომელიც გულისხმობს მშობლების, უფროსების პატივისცემას, შვილების კეთილად აღზრდას. ეს არის სწორედ ბრძოლა. ეს ბრძოლა მეორედ მოსვლამდე გაგრძელდება. და ძალზე მნიშვნელოვანია ეს გარემოება, რომ ჩვენ ქართველი ერი ცხოვრობ წმინდა წერილის მითითებებით. მაგალითად, ნეტარას ეროვნულ იცის გალობა შენი უფალო და
ჩვენ ოდითგანვე გალობას მივსდევდით ქართველებმა იყო დრო როცა მინავდა და მისი უწმინდესობის უდიდესი ძალისხმევით ქართული საეკლესიო გალობა კიდევ ერთხელ გამოანათა, კიდევ ერთხელ ხედავთ ჩვენ როგორ სამრევლო სკოლებში როგორ ეუფლებიან ბავშვები, რა კარგი გუნდებია შექმნილი, ჩვენ არ ვივიწყებთ ჩვენს ხალხურ საგანძურს, ქართულ საგანძურს, მე სიმღერებს, ქართულ სიმღერებს გულისხმობ. ხაწერის სკოლა აღორძინდა, სკოლები, ესე იგი, საოცარი ხატები გვაქვს ჩვენ შემორჩენილი ძველი სვანური სკოლის მიმდინარეობის. ეს ამ საგანძურის შენარჩუნება და პირიქით წინ წასვლა, ეს არის სწორედ სულიერი ცხოვრება, ეს არის სწორედ პასუხი იმ მიმდინარე მოვლენებზე. არავის არ გამიკითხავ, მე ვგულისხმობ, რომ ჩვენ დიახაც წინ აღუდგებით. ჩვენი წინ აღდგომა ნიშნავს, რომ ჩვენ ვამხელთ სიყვარულით ნებისმიერ გამოვლენას, რომელიც ცოდვისმიერია. ამას ვამხელთ არა მარტო ამბიონიდან, არამედ ტელეეთერებიდან და მადლობა შევწირა უფალს, რომ ჩვენი სახელმწიფო ამ ხრივ ძალზე ისე დგას, თუმცა ეშმაკი არის ვენებს და ათასნაირი შემოტევებია, ათასნაირი როგორ შეიძლება ესე იგი წარმოიდგინო ადამიანმა რომ ახალგაზრდობის ნაწილს შთაუნერგო ისეთი სიტყვები რაც წმინდა ილია მართალმა თქვა და ის დაამახინჯო წმინდა ილია მართალის სიტყვებია მამული ენა სარწმუნოება და სარწმუნოება ამოიღო ერთობა ჩადო მის მაცლად განაერთობაც უდია მაგრამ ერთობა ვისთან მამონასთან თუ ღმერთთან ეს სიტყვა იქ უნდა ყოფილიყო ეს მარტო სიტყვა არ არის ეს არის ნიშნავანი რამ ეს ერთობასაც მოიცავს რა თქმა უნდა ეს ყველაფერს მოიცავს და აღარ მინდა იქ დავწვრილმამდე როდესაც შავი მაგიის წარმომადგენლები წინ გამოდიან და ამას რაღაც პრიორიტეტად ნიშნულობას ანიჭებენ როგორ ხშირად ხდება ხოლმე რომ ადამიანი ამბობს რომ მე ამ ზოდიაქოს მივეკუთვნები ეს არის მერწყული ესე იგი ჩვენ ვართ ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი და იმას უნდა ჩაუკვირდეთ იმ ესე იგი ასტროლოგიურ ნიშნებს კი არა რომ ღვთის ხატება რას ნიშნავს ადამიანო ხო ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ შენ თავისუფალი ნება და უფალთან ერთობით შენ ამ თავისუფლებას სრულ თავისუფლებას მოიპოვებ თუ ჩვენ თავისუფლება გგონია ნებებისადმი მორჩილებაში ეს თავისუფლება არ არის ყველაფერს გავაკეთებ რაც მე მინდა მე ასე მსურს ეს რა თქმა უნდა არა მისმა უწმინდესობა არაერთგზის მიგვითითა რომ გარდა უფლებებისა ეს უფლებები რა თქმა უნდა აუცილებელია ყველა საზოგადოებაში ადამიანებს უფლები მაგრამ თითქმის არ საუბრობენ მოვალეობებზე ვალდებულებებზე მე რა ვალდებულებები მაქვს უფლის წინაშე აი ეს თუ ეს ნიშნულობა ეს სინერგია ანუ ადამიანის მიერ უფლის ნების მოძიება და მისგან მადლმოსილ ესე იგი აი მდგომარეობაში ყოფნა ეს კიდე შეუძლებელია სატაძრო მსახურების გარეშე შეუძლებელია აღსარების გარეშე სატაძრო მსახურებაში შედის ხშირი ზიარების გარეშე ადამიანები არიცავენ მარხვას და რო კითხო რატომ ნუ ახალი წელია და ინდაური და შემწვარი გოჭი მათ ესე იგი უფრო გადაძალავს ხოლმე არც არავინ არ უშლის თავისუფალი ნება აქვს თავისუფალი ნება უფალი მოგვიწოდეს მოვედი ჩემ და ყოველნიო ყველას გვეუბნება და ვისაც უნდა მივიდეს ვისაც უნდა დარჩეს მამბიძინა ისე რომ ვისაუბროთ თუ რა მოუტანა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ ჩვენს ქვეყანას მრავალი მიმართულებით შეიძლება ალბათ საუბარი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კულტურის თვალსაზრისით რა მოუტანა ჩვენი დიდი კულტურა რითიც ძალიან ვამაყობთ დიდწილად არის სწორედ ეკლესიის წიაღში შექმნილი. დიახ 2000 სლოვანი ქრისტიანული კულტურა თვით აი უფალმა ძალიერსათვისა მოსცეს უფალმა აკურთხოს ერთვის მშვიდობით სწორედ უფალმა მისცა გაუხსნა გონება ადამიანებს რომ ჩვენ ჯერეთი შესანიშნავი ესე იგი არქიტექტურული ძეგლები ხალხის საოცარი ნიმუშები ჩვენს კულტურას ასევე ეკუთვნის საოცარი საგალობლები თქვენ კარგად იცით რომ ქართულ საეკლესიო საგალობლებს დღეს უცხო ტომელთაგან ბევრი ეუფლება და ჩვენთანაც გალობენ დაინტერესებულნი არიან ამერიკაში, იაპონიაში, ევროპაში ეს არის ფენომენალური და ეს არის ადამიანის მიმართება ღაღადისი უფლისადმი იმდენად წმინდა, იმდენად სუფთა რომ თუნდაც
ჯერჯერობით კიდე სხვა კონფესიის ადამიანები, რომლის ამას გალობენ, აი ქვეცნობიერად ხედავ რაღაც უდიდეს სერგი ჭეშმარიტებასთან აქვს საქმე. ადამიანი რო გალობს, დიდება მაღალდაშინა ღმერთსა, აი ეს სწორედ ეს არის, რომ თვითონ საგალობელში ის გადმოცემულია ის არსი, რაც უფალთან ჩვენ გვაახლოვებს. უფალს ადამიანი ბოლომდე ვერცერას უსწრებს შეიცნობს, მაგრამ ის სწავლება რაც ჩვენ მოგვეცემა და რაც აისახება აი თქვენ ხელოვნება ღვთისმსახურება ხატების, ფრესკების გარეშე, საეკლესიო მუსიკის გარეშე, თვითონი ჭედური ხატების გარეშე, საოცარი კულტურა და თარგმანები ბიბლიის ერთ-ერთმა დიდმა მეცნიერმა მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს პრეზიდენტმა ბატონმა როინ მეტრეულმა ერთხელ ძალიან მოსწრებულა და კარგად ბრძანა, ჩვენ ვართ რუსთაველის და ბიბლიის ერი ხალხი. და ეს პროცესი დღესაც გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ოსაკურთხევით, ეს თბილისის სასულიერო აკადემიაში გამოიცემა ტომები ბიბლია პოლიგლოტა ბატონი ედი შეჭელიძე ხელმძღვანელობს ამას, მისი უწმინდეს ოსაკურთხევით, ეს არის უდიდესი მოვლენა 21 საუკუნეში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება. ხო, რა შეიძლება, ესე იგი, ამ თარიღმა მოგვცე ჩვენ კიდე ერთხელ გაგვახსენოს, რომ ჩვენ კვართის მფლობელი ხალხი ვართ. ჩვენ ვართ ერი, რომელმაც ქრისტესთვის თავი დასდვა. წმინდა ილია მართლის საოცარი სიტყვები ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის, ჩვენ კიდე ქრისტესთვის ვეცვით ჯვარს. ეს ყველა ეტაპზე ჩანს. ჩვენი ქართველი მეფეების საოცარი შემართება. რატომ მივახციეთ ჩვენ დავით აღმაშენებლის დროს უდიდეს აღზევებას, როგორც სულიერს ისე ამ ქვეყნიურს, იმიტომ რომ სასულიერო და საერო ხელისუფლება ერთნაირად ზრახავდა. ჭყონდიდელი და დავით აღმაშენებელი, მისი უწმინდესობის და უნიტარესობის ილია მეორის საოცარი ესე იგი სიტყვები ვერ იქნებოდა წმინდა დავით აღმაშენებელი, რო არ ყოფილიყო წმინდა დავით ჭყონდიდელი და პირიქით. აი ეს სინერგია და რაც უფრო ახლოს იქნება სახელმწიფო და ესე იგი ეკლესია ერთმანეთთან, ეს ახლა შეიძლება მრავალს გულს ტკენდეს, რომ რას ქვია და ეკლესია შემოაქვს მხოლოდ სიკეთე. მართლმადიდებლო ეკლესიას. ყველა ის რაც აი მადლის მიერ ერთობას, მშვიდობას ადამიანებს შორის, სიყვარულს, მიმტევებლობას. ერთხელ ასე ძალიან კაფეო დამამახსოვრდა მისი უწმინდესობის საოცარი შეგონება. სამწუხაროდ ზოგს უნდაო რომ ადამიანი სული მწოდვაში იყოს, რომელშიც იყო. ეკლესიას ისე არ უნდა, ეკლესიას უნდა მის შვილი გამოსწორდეს. და რამდენი მაგალითები ვიცით, უმძიმეს მდგომარეობაში, უდიდეს ცოდვებში ყოფი პიროვნებები რამხელა სიმაღლეზე ავიდნენ და დღეს წმინდანები არიან. და ეს არის სწორედ ქრისტიანობის მოვალეობა, ეს არის სწორედ ჩვენი იარაღი, ეს არის ჩვენი ძალა. ქრისტიანობის ძალა სწორედ არის თავის მოდრეკა უფლისადმი და შემართება ბოროტებისადმი, რომელიც შეიძლება თავის მოკვეთით დამთავრდეს. და ასეც მოხდა, როდესაც წმინდა გიორგი ვერაფრით ვერ მოაგვდინეს ბოლოს, ესე იგი წმინდა გიორგი როცა მას უფალი გამოეცხადა და არის საოცარი ხატი წმინდა უფალს ხელია გადახვეული წმინდა გიორგის მაცხოვრის ხატი, რომ ჩვენ ვართ უფლისანი. ძალიან დიდი მადლობა მამამიცინა საინტერესო საუბრისთვის. წმინდა ალექსანდრე ნაველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, თეოლოგისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი დეკანოზი ბიძინა გუნია საუბრობდა სტუდიაში. 9 საათი შესრულდა, მოვისმინოთ შვიდგზის ლოცვა და ლოცვის შემდეგ დავბრუნდებით სტუდიაში სტუმრებთან ერთად. ამოუჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა,
წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესერა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულით ამთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. Amen.
დავბრუნდით ეთერში სტუმართან ერთად საინტერესო მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროთ. ახალი რეგულაციების მიხედვით პლასმასის სხვადასხვა ნაწარმი აიკრძალა. რომელ ნაწარმზეა საუბარი კონკრეტულად, რა საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას და როგორია ახალი რეგულაცია. თემაზე სასაუბროთ შემოგვერთდა სურსათის უვნებლობის სპეციალისტი მარიამ ჩაჩუა. დილამშვიდობისა მარიამ. დილამშვიდობისა მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუმრად მომბრძანებისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. საინტერესო საკითხზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, რაც ეხება ადამიანის ჯანმრთელობას და საფრთხეს უქმნის ხშირ შემთხვევაში, რა რეგულაციაზეა კონკრეტულად საუბარი, ეს რომ მოვახსენოთ მაყურებელს და შევიდა თუ არა უკვე ძალაში, რომელი პროდუქტი აიკრძალა, ასე ვთქვათ, ნაწარმი პლასტმასის. კონკრეტულად რომ ვთქვა, ჩვენ გვაქვს 304 ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ეხება სურსათთან შეხებაში მყოფ პლასტმასის ნაკეთობებს. სწორედ ამ ტექნიკურ რეგლამენტში შევიდა ცვლილება ნომრით 503 დადგენილება, რისი მიხედვითაც აიკრძალა იმპორტი, წარმოება თუ არ არის ექსპორტისთვის გამიზნული და რეალიზაცია პლასტმასისგან დამზადებული შემდეგი პროდუქტებისთვის. ესენი არის დანა, ჩანგალი, კოვზი, თევში, სასმლის მოსარევი ჩხირები, საწრუპები, ასევე საკვები ჩხირები, რომელიც აზიური კერძებისთვის არის განკუთვნილი და გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული კონტეინერები და ჭიქები თავსახური თუ მათ გარეშე. აი გაფართოებული პოლისტიროლი ახლა რაც ჩანს ეკრანზე, ეს არის თეთრი რბილი მასალა, რომელიც აცხელებდნენ კიდეც აცხელებდნენ დიახ, ეს ყოლა დაუშვებელი, იქამდეც დაუშვებელი იყო და არ ემორჩილებოდნენ, ასე ვთქვათ. ეს ცვლილება უკვე ძალაში შევიდა 2026 წლის 1 იანვრიდან, როგორც ვთქვით, თუმცა გარდამავალი პერიოდი არის გათვალისწინებული ბიზნეს ოპერატორებისთვის, რომელთაც უკვე 1 იანვრამდე ჰქონდათ შეძენილი ეს პლასმასის ნაწარმი და მათ ეძლევათ საშუალება 3 თვის განმავლობაში 1 იანვრიდან, ესე იგი 3 თვე რომ რეალიზაცია მოახდინონ ამ პროდუქტების, ესე იგი ბაზარზე ჯერ კიდევ 3 თვის მანძილზე ვნახავთ ამ პროდუქტებს. გარდა ამისა, კიდევ ერთი ცვლილება არის კვების ობიექტებს უშუალოდ ადგილზე, სადაც მზა პროდუქტი იყიდება, შეიძლება იყოს კაფე, რესტორანი, ბარი, სარეალიზაციო ობიექტი, ჰიპერმარკეტები, ნებისმიერ დაწესებულება კვების ობიექტი, სადაც მზა პროდუქტი იყიდება, მათ აეკრძალებათ ერთჯერადი გამოყენების პლასმასის კონტეინერებით და ერთჯერადი გამოყენების პლასმასის ჭიქებით უშუალოდ მზა სურსათის მიწოდება. ანუ რა იგულისხმება, როდესაც ჩვენ ვარჩევთ მომხმარებელი ცხელ კერძზე ცივს, სულ ერთი ამას მნიშვნელობა არ აქვს, ადგილზე სალათი იქნება, ეს იქნება თუ სხვა ნებისმიერი ხორცი შემცველი თუ არა, მზა კერძი ვეღარ მოგვეწოდება ერთჯერადი გამოყენების პლასმასის კონტეინერებით. და აგრეთვე სასმელებიც, ცივი ყავა იქნება ეს ლიმონათი თუ სხვა ნებისმიერი სასმელი კვების ობიექტებს, იქნება ეს დრაივი თუ ნებისმიერი სხვა, ვეღარ მოგვეწოდნენ ერთჯერადი გამოყენების პლასმასის კონტეინერებით. მათთვის გარდამავალი პერიოდი ითვალისწინებს 6 თვეს, ანუ 6 თვის მანძილზე მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ, ესე ვთქვათ, რომ გამოიყენონ ეს ერთჯერადი გამოყენების პლასმასის კონტეინერები და ჭიქები და 6 თვე ეძლევათ რომ გადაენაცვლონ, ასე ვთქვათ, ახალ ბაზარზე და მოერგონ ახალ იყო, ვთქვათ, თანამშრომლობის სურვილი, ჩართულობა მათი მხრიდან. ჩვენ ვისაუბრეთ, სანამ შევიდოდა ეს რეგულაცია ძალაში მანამდეც და ეს მოლოდინი, რა თქმა უნდა, იყო როგორც მომხმარებელში, ასევე ბიზნეს სექტორში. აი მათი მხრიდან თანამშრომლობის კუთხით ხო არ იყო, ვთქვათ, რაღაც გართულება და ეს ინიციატივა ეკუთვნის გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შესაბამისად ეს სამინისტრო მუშაობდა მთლიანად ამ რეგულაციაზე და რა თქმა უნდა, რომ აქტიურად იყო შეხვედრები ბიზნეს სექტორთან, ჰორეკა სექტორის, იგივე სტუმართმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებთან, რეალიზატორებთან, იმპორტიორებთან, იმიტომ რომ ძირითადად ეს არის მაინც იმპორტირებული პროდუქცია და რა თქმა უნდა, ის ვადები, ის გარდამავალი პერიოდი, რაზეც ვისაუბრებ, მათთან შეთანხმებით იყო დადგენილი, ასე ვთქვათ და გარდა ამისა, საინფორმაციო კამპანია მოსდაცვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაწყებული, რისი მიხედვითაც ძალიან აქტიურად ვრცელდება აღნიშნულ რეგულაციაზე ინფორმაცია, პლასმაზე ინფორმაცია, რა მავნე ნივთიერება შეიცავს, რატო იყო ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი და დროული და ვრცელდება ძალიან აქტიურად მავნე ეს ნივთიერება, თქვა ჩვენი ორგანიზმისთვის, გარემოსთვის რა ზიანი მოაქვს. ერთი რომ რა თქმა უნდა, საერთოდ ამ ინიციატივას ეს ორი საკითხი ედო და ეს ორი ძალიან დიდი პრობლემა, საფუძვლად ერთი რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე აქვს ძალიან დიდი გავლენა და ამაზე ვისაუბრეთ, თუმცა გარდა ამისა გარემოს დაბინძურების დონე ძალიან მაღალია. ჩვენ ადრე ვთქვით, რომ სოფლიო ბანკმა ჩაატარა კვლევა 2025 წელს, ეს იყო საველე კვლევა, სადაც შესწავლილი იქნა ორი მდინარე, შავი ზღვის, ეს იყო რიონი და ყვირილა და 16 წერტილი იყო შესწავლილი, დრონებით, საფრენი აპარატებით, როგორც თქვი, ეს იყო საველე კვლევა და გამოვლინდა ძალიან მაღალი დონე დაბინძურებისა და ამ ნარჩენების, რაც სანაპიროზე იქნა აღმოჩენილი, რაც მდინარეებში 4 ნივთიდან 1 პლასმასი იყო, 3 პლასმასი იყო უბრალოდ.
დაბინძურება ზოგიერთ წერტილში საგანგაშოც იყო, ამიტომ სასწრაფოდ გახდა ზომები მისაღები. საერთოდ პლასმასი მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, მსოფლიოებისთვის პლასმას და უამრავი კამპანია ტარდება ქვეყნების მიხედვით ინდივიდუალურადაც ევროკავშირსაც აქვს სხვადასხვა უკვე რეგულაციაც მიღებული და ძალიან აქტიურად ებრძვის ზოგადად მსოფლიო პლასმას, იმიტომ რომ საერთოდ მსოფლიოში არის დაბინძურების ძალიან მაღალი დონე და ეს პლასმასი, როდესაც გარემოში ხდება და პლასმასის ნარჩენი 300-400 წელი ჭირდება დაახლოებით რომ დეგრადირდეს უბრალოდ, ანუ გარემოდან ასად არ მიდის. გარდა ამისა, როდესაც მდინარეში ხდება, რა თქმა უნდა, რომ აკვაკულტურასაც საფრთხე ექმნება, თევზების ორგანიზმშიც არის აღმოჩენილი მიკროპლასმასა და ასე ხდება სასურსათო ჯაჭვში, სასურსათო ჯაჭვით ადამიანის ორგანიზმში. გარდა იმისა, რომ აი ესეთი ფორმით ხდება, ხო, ჰაერში ძალიან მარტივად მიგრირებს მიკროპლასმასი, ასევე ნიადაგსაც აბინძურებს და ნიადაგს როდესაც აბინძურებს და ნიადაგში ხდება იქ უკვე ნიადაგის ფოროვნებაზე აქვს გავლენა, წყალგამტარობაზე, შესაბამისად ფესვების მცენარეებით, ფესვების განვითარებას აფერხებს და მოკლედ ყველა ასე თქო სრულ ციკლში არის ჩართული ეს მიკროპლასმასა და უარყოფითად არის ჩართული. გარდა იმისა, რომ აი ეს ამ ფორმით, ხო, ჰაერით, ნიადაგით, წყლით ხდება ჩვენს ორგანიზმში და ზღვის ბინადრებით. გარდა ამისა, ჩვენ თავად მოვიხმართ და საკმაოდ დიდ რაოდენობას მოვიხმარდით. ერთჯერადი გამოყენების პლასმასის ჭურჭელს დაახლოებით 613 მილიონ ერთეულზე იყო ყოველწლიურად საქართველოში გამოყენება. აი ეს ამხელა მაჩვენებელი გქონდა. ამიტომ სასწრაფოდ იყო ინიციატივა მისაღები, სასწრაფოდ იყო აკრძალვა, საერთოდ აკრძალვა და ნარჩენების პრევენცია არის ყველაზე ეფექტური, იმიტომ რომ ყველაზე ეფექტური ნარჩენი არის ნარჩენი, რომელიც არ წარმოქმნილა, ამიტომ რადგან ამ დონის მოხმარება გქონდა საქართველოს და ამ დონის დაბინძურება გქონდა, მაშინ როდესაც უკვე ალტერნატივები ბაზარზე იყო და მაინც აქტიურად არ იყო მოხმარება და ეს ალტერნატივები, ამიტომ ვალდებული გავხდით ასე ვთქვათ ქვეყანა ზოგადად, რომ გადავსულიყავით ამ ალტერნატივებზე და ეს დადგენილების სახით და საკანონმდებლო დონეზე მიგვიღო ეს მიიღო სამინისტროს ეს გადაწყვეტილება. მაგრამ აი თან წაიღეს ობიექტები რო ახსენეთ, ხა უცებ ვერ აი მოვისაზრე ალტერნატივა რა შეიძლება იყოს მჭიქების რითიც შეიძლება რაღაც სასმელს ხალხალდი მუყაო ხის ჭურჭელი რა თქმა უნდა არის ეს ბაზარი შესწავლილი იყო წინასწარ იონდების ჩატარებული ღირებულება იქნება უფრო შეიძლება ნუ მომხმარებლისთვის ახლა რო შევადაროთ დღესაც ხო არის ხელმისაწვდომი ყველა შეუძლია შეადაროს ფასები მაგრამ აქ მთავარი ადამიანის ჯანმრთელობაა ხო მართალია მიკროპლასმასი რომელიც მიგრირებს სურსათში მიგრირებს წყალში რომელიც ინახება პლასმასის ჭურჭელში და სამწუხაროდ ერთჯერადი გამოყენების პლასმასის ბოთლებს მრავალჯერადადაც იყენებენ ხოლმე მომხმარებლები ეს ძალიან არასწორია ხო ასეთ დროს როდესაც მithumetes პლასმასის კონტეინერებში ვინახავთ სურსათს წყალს და ძალიან აქტიურად და ყოველდღიურად მოვიხმართ აქ ხო ჩვევებზია საუბარი ჩვევა არის ზუსტად პრობლემა თორემ ეხლა ამხელა მოხმარება რო არ ვქონოდა და არც სავალდებულო არც საჭირო არ გახდებოდა ხო ეს რეგულაციები მიკროპლასმასი რომელიც მიგრირებს ადამიანის ორგანიზმში ილექება გროვდება სისხლძაღლებშიც გროვდება ბოლო კვლევით საერთოდ თავის ტვინშიც აღმოაჩინეს სხვადასხვა ორგანოს მიეკედლება ხოლმე ასე ვთქვა და არ გამოიდევნება გარდა ამ მიკროპლასმასის რომელიც ყველა პლასმასთან ზდევს იმიტომ რომ ისი შემადგენელი ნაწილია შეიძლება იყოს მასში სხვადასხვა ქიმიური მინერალები როგორიც არის პტალატები ბისფენოლი A რომელიც პირდაპირ მოქმედებს უარყოფითად ენდოკრინულ სისტემაზე ეს პლასმასის კონტეინერები ყველაფერი გადავყაროთ ანუ არა ის რაზეც თქვენ საუბრობთ და რაც ამოიღეთ თქვათ გაყიდვიდან ბაზარზე რაც აღარ შეგხვდება არამედ ის ჩვეულებრივი კონტეინერები ტემპერატურულ ცვლილებას რომელიც არ ექვემდებარება უბრალოდ აი მათ სივარში ვინახავთ გარკვეულ პროდუქტს პირველ რიგში უნდა მიაქციოთ ყურადღება ხომ არ არის დაკაწრული დაზიანებული და ჩხაპნილი იმიტომ რომ ხშირად გამოიყენება კვლავ მაინც ასეთი ჭურჭელი როდესაც ესეთი ჭურჭლით ვინახავთ კერძს უკვე ძალიან მარტივად მიგრირებს ზოგადად დაზიანებული ჭურჭლისგან პლასმასი იქნება ეს თუ სხვა სახის ჭურჭელი დაზიანებული დაკაწრული დაჩხაპნილი არ უნდა იყოს იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მithumetes თუ ვაცხელებთ კერძს პლასმასში გაცხელება ზოგადად კი არის ისეთი პლასმასი რომელიც უძლებს მაღალ ტემპერატურულ რეჟიმს მაგრამ აქ უკვე უნდა მაშინ მისი წარმომავლობა ძალიან კარგად უნდა ქონდეს შესწავლილი სათანდო პრაქტიკით არის თუ არა დამზადებული ამიტომ ზოგადად ქვეყნის ტენდენცია და მსოფლიოს ტენდენციაც მიდის პლასმასის ზე უარის თქმით დიახ ანუ მინის კონტეინერით
ძალიან აქტიურად, დიახ, ძალიან ეს კვლევები, რომელიც აქტიურად ტარდება, ხო, ძალიან თვალსაჩინო კითხვა აღარ ებადება არავის მავნე არის თუ არა, ცალსახად ვიცით რომ მავნე ადამიანის ორგანიზმისთვის. ამიტომ მინა, რომელიც თქვენ ახსენეთ, ხო, არის გამძლე, არის უსაფრთხო ადამიანის მოხმარებისთვის, მისგან არ მიგრირებს მავნე ნივთიერება სურსათში, არ რეაგირებს მჟავე და ტუტე გარემოზე და ცხიმიან საკუთზე განსხვავებით პლასმასისგან. ამიტომ არის ბუნებრივი ასე ვთქვათ მასალა ჭურჭლის დასამზადებლად და უსაფრთხო როგორც ადამიანისთვის, ასევე გარემოსთვის. მარიამ, აი საზოგადოების ჩართულობის მხრივ თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენად მოინდომა და დაეთანხმა ამ რეგულაციას პლასმასთან დაკავშირებით ისეთ მეც ვაკვირდები ხა როგორც თქვი ერთი რა საინფორმაციო კამპანია გარემოსთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაწყებული და ამითი უკვე ჩვენ ვხედავთ როგორ ასე ვთქვათ ერთვებია საზოგადოება და გარდა ამისა მე თავადაც ვაკვირდები ხო იგივე კომენტარებით როდესაც ხა ეს ვიდეო ძალიან აქტიურად ვრცელდება უკვე ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით რეგულაციებთან დაკავშირებით და საზოგადოებისგან ძალიან დადებითი გამოხმაურება იმიტომ რომ თავადაც ეს უკვე ყველამ ძალიან კარგად იცის პლასმასის მავნე გავლენა ადამიანზე და გარემოზე და ნუ პრინციპში ხო ისიც ყველა მიცით რომ გარემოს დაბინძურება პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე ამიტომ აქ უკვე ორი აზრი აღარ არის უბრალოდ კიდევ უკეთესი იქნება თუ მრავალჯერად გამოყენების ნივთებზე გადავალთ როგორც ეგზის იქნება შუშის კონტეინერი თუ მრავალჯერადი ჩანთა თუ მრავალჯერადი ვთქვათ ჭურჭელი ხო იგივე იმიტომ რომ ის ერთჯერადი გამოყენების მაინც ნარჩენად იქცევა ხო ბოლოს ეს იქნება ხის მუყაოს თუ ასე შემდეგ ხო რომ მიწაშვებულია უკვე ამიტომ ზოგადად უმჯობესია რომ მრავალჯერად პროდუქტზე გადავენათოთ და საზოგადოებას უკვე კარგად ესმის ბევრმა თავად თქვა აქამდე უკვე პლასმაზე უარი კომპანიებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს პლასმაზე უარის თქვა არა მხოლოდ საქართველოს არამედ მსოფლიოში არის ბევრი კვების ობიექტი რომელმაც თავად თქვა ამ ნაწარმზე უარი და ალტერნატივებზე უკვე გადავიდა. მომდევნო ეტაპი რა იქნება? თქვათ ხომ არ გეგმავთ კიდე რაიმე ახალ რეგულაციაზე ხომ არ მუშაობთ უკვე რაც კვების უსაფრთხოებას ეხება? ამ ეტაპზე როგორც ვიცი სამინისტრო ზოგადად მუშაობს რომ პლასმასის პრევენციისკენ ასე ვთქვათ წავიდეს ქვეყანა. ერთი ახალი ცვლილება არის კიდევ იმ უწყებებზე რომელიც სახელმწიფო შესყიდვებზე არის დამოკიდებული მათ ეკრძალებათ პლასმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით შესყიდვა სასმლის იქნება ეს წყალი მინერალური სასმელი თუ სხვა ნებისმიერი ვინც სახელმწიფო შესყიდვაზე არის დამოკიდებული ამ ინსტიტუტებს ეხებათ ეს აკრძალვა მათთვის უკვე ზეთი რომელიც ესეთ კონტეინერებში პლასმასის ბოთლებში იყიდება ამ ეტაპზე ეს აკრძალვა როგორც თქვი ეხება არ ეხება ამ პროდუქტებს ეხება როგორც თუ იმ ჩამონათვალს რომელიც ვახსენე და ბოთლების შემთხვევაში ეს არის სახელმწიფო სექტორები, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებზე არიან დამოკიდებულები. ზოგადად უნდა ველოდეთ, რომ პლასმასის პრევენციისკენ იქნება მიმართული ქვეყანა და ამ ეტაპზე სხვა ახალსნებ ვერაფერს ვერ გეტყვით, როგორც კი რამის სიახლე იქნება. ანუ მთელი ქვეყნის მასშტაბით მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში შეგვიძლია რომ იგივე პროდუქტს შევხვდეთ, ხო? რეალიზაციაში, რეალიტიახ და კვების ობიექტებს რაც შეეხება იმპორტი და წარმოება, როგორც თქვი უკვე ჩაკეტილია, წარმოება თუ არ არის ექსპორტისთვის გამიზნული კიდევ დავა კონკრეტად და რაც შეეხება კვების ობიექტებზე ერთჯერადი გამოყენების პლასმასის ჭურჭელს 6 თვე აქვთ მათ ჯერ კიდევ ვადა. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ და გემშვიდობებით. სურსათის უნებლობის სპეციალისტი მარიამ ჩაჩუარი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. მცირე ვიდეო რგოლის შემდეგ დაგიბრუნდებით, დაგვალოდეთ.
ვაგრძელებთ გადაცემას და ახლა ვისაუბრებთ საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის პროექტის ციგნერი ლიდერის შესახებ. თემაზე სასაუბროდ შემოგვეცდნენ საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის არაფორმალური განათლების საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი ნიკოლოზ ცხომელიძე, კომუნიკაციების მენეჯერი თამარ მათიაშვილი და პროექტ ციგნერი ლიდერის პირველი სემესტრის გამარჯვებული თბილისის 59 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი სამხარაძე. მოგესალმებით, დიდი მადლობა ჩვენთან მოგზაურობისთვის. ჩვენ ვიცით, რომ პროექტი ციგნერი ლიდერი უკვე ბევრი წელია, რაც ხორციელდება, ესე იგი 2007 წლიდან დაახლოებით, რაც არსებობს მოძრაობა დავითიანი. ბატონო ნიკოლოზ, პირველ რიგში, რამდენიმე სიტყვით მაინც აი ამ პროექტის შესახებ კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მაყურებელს, წლევანდელი რითი არის გამორჩეული, ამაზეც ვისაუბროთ, რომელიც სექტემბრიდან დაიწყო. მოგესალმებით, ვივესალმები სრულიად საქართველოს. ჩვენი პროექტი როგორც წესი ყოველ წელს ცდილობს რომ რაღაც სიახლე შევიტანოთ ჩვენს პროექტებში და წელსაც არ არის რა თქმა უნდა გამონაკლისი ჩვენი წლევანდელი წლის მიმდინარეობა. რამდენიმე საინტერესო მიმართულება დავგეგმეთ. ეს არის ერთი კულტურის კომიტეტი და მეორე ახალგაზრდა თეოლოგთა კომიტეტი, რომელიც სულ მალე რაღაც საინტერესო აქტივობებს შემოგთავაზებთ. ეს რაც შეეხება სიახლეებს, თუმცა ჩვენი სასწავლო მიმართულება, რომელიც ტრადიციულად თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებზე არის მორგებული, რა თქმა უნდა, ეს წელიც დატვირთული არის სხვადასხვა აქტივობებით და აქაც ჩვენ რაღაც სიახლეებს თავაზობთ ახალგაზრდებს. ეს სიახლეები მთელი წლის განმავლობაში არის განფენილი და პერიოდულად სხვადასხვა აქტივობების სახით ჩვენი პროექტის მონაწილეები აი ამ სიახლეებში ერთვებიან. ძირითადად ეს არის მაინც ის აქტივობები, რომლებიც მათ უნარებს გააძლიერებს სხვადასხვა მიმართულებით. ეს იქნება ის უნარები, რომელიც მომავალში ცხოვრებაში გამოვადგებათ, ეს არის როგორც ინტელექტუალური, ასევე ორგანიზებულობის, სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება. ამას სჭირდება საკმაოდ დიდი გამოცდილება და ჩვენ ამის საშუალებას ვაძლევთ ახალგაზრდებს. ეს ახალგაზრდები თავისი სურვილით არიან ჩვენთან ჩართულები, ისინი სხვადასხვა პროექტებით ეცნობიან დავითიანის საქმიანობას და შემდეგში გამოთქვამენ სურვილს და დანარჩენი მე უკვე აი ცოცხალ ურთიერთობაში ისინი ახერხებენ აი საინტერესო გამოწვევების დაძლევას, რომელიც ეხმარებათ მე უკვე მომავალში აი ამ საინტერესო უნარების ჩამოყალიბება და გაძლიერებაში. აი როგორია დაინტერესება თამარ, თქვენ მინდა გკითხოთ ახალგაზრდების დაინტერესება, ჩართულობა, რა აინტერესებთ კონკრეტულად არის ალბათ რაღაც გამორჩეული პროექტები, რომლის მიმართაც განსაკუთრებულ სურვილს გამოხატავენ ახალგაზრდები. რა თქმა უნდა, ჩვენთან მაქსიმალურად როდესაც ვცდილობთ რომ ჩვენ დავიწყოთ მუშაობა რომელიმე პროექტზე, პირველ რიგში ჩვენ ამას ვამუშავებთ, ვფიქრობთ, რამდენად იქნებოდა ეს ახალგაზრდებისთვის საინტერესო, ანუ ვიკვლევთ, მათ შორის ეს ასე რომ ვთქვათ, გამოკვლევა თუ გაცნობა ამისი ხდება პედაგოგებთან ურთიერთობით, თვითონ ბავშვებთან ურთიერთობით, მოსწავლეებთან, ახალგაზრდებთან ურთიერთობით, კომუნიკაციით და ამის შემდეგ უკვე ჩვენ ვფიქრობთ თუ რა იქნება საინტერესო მათთვის, რა იქნება სასარგებლო, საჭირო და აქტუალური საკითხი, რაც შესაძლებელია რომ ერთობლივი ძალებით განვახორციელოთ. განსაკუთრებით აქტუალურია ახლა რაც მიმდინარეობს და ძალიან საინტერესო იყო ლიდერთა სკოლას ეხება ეს პროექტი, ეს იყო ლექციათა ციკლი ქრისტიანული ბაზისური ელემენტები და იდეოლოგიური გამოწვევები, რომელიც ეხებოდა საკითხებს ფილოსოფიურ ქრისტიანულ ხედვებს და ის ასე ვთქვათ საბაზისო ცოდნა რაც მათ ლიდერთა კლუბის ფარგლებში მიიღეს, აი ნიკას ხელმძღვანელობით ის რელიგიის და ზოგადად ასეთ საკითხების შესახებ რაც კი მათ ასე ვთქვათ გაეცნენ, ეს უკვე ამ საკითხებს სხვა თვალით უყურებენ, უკვე სხვა რაკურსიდან უყურებენ და ეცნობიან სხვადასხვა იდეოლოგიების თუ ასე ვთქვათ სხვადასხვა შეხედულებებს. საინტერესო საკითხი და თემებია და ამავდროულად რთულიც, ხო? რა საკითხის ინტერესია ძირითადად? ხო, ამ ლიდერთა სკოლაში და ამ სელექციო ციკლში ჩართულები არიან მე-11 კლასელები და რამდენადაც თითქოს რთული ჩანს და შესაძლებელია ვიფიქროთ რომ მოსაწყენი ხომ არ იქნებოდა ხო მათთვის, აღმოჩნდა რომ პირიქით ძალიან საინტერესოც არის და ეს რა თქმა უნდა დამოკიდებულია
გადაყენებულია იმაზეც, რომ როგორ წარმართავს ლექტორი ამ სასწავლო პროცესს და აქეთ მინდა მადლობა მიაწოდებს ხო და კი და აი საინტერესო. დიახ და მინდა მადლობა გადავუხადო ამისთვის თორნიკე გოგინაშვილს, რომელიც არის ამ ლექციათა ციკლის ავტორი და ხელმძღვანელი და ძალიან ესეთი საინტერესო პროექტი შედგა. აი ლიზის ვკითხოთ ახლა პირველ რიგში გილოცავთ გამარჯვებას. პირველი სემესტრის გამარჯვებული ხართ, როგორც ვიცით, რომელ კლასში ხარ? მე-10-ში. მე-10-ში. ლიზი, რა მოგცათ აი ამ წიგნერმა ლიდერმა? კონკურსია, ხო, ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რა გამოცდილება, რა ცოდნა შეგძინათ ამაზე, რომ გვესაუბროთ და თქვენ შენს თანატოლებს აი რას ეტყვი, თქვათ, რატომ უნდა ჩაერთონ ამ პროექტში? პირველ რიგში დავითიანი არის ადგილი, სადაც ჩვენ ვიღებთ არაფორმალურ განათლებას და ნიკა მასწავლებელი გვასწავლის ძველ აღქმას. ნუ ეს უკვე გავიარეთ. მეორე სემესტრი ჩვენ დავიწყეთ პირველი აღქმა და ესე გავაგრძელებთ. მეორე ეს არ არის ადგილი მხოლოდ არაფორმალური განათლების, ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ ვსწავლობთ ერთმანეთთან მეგობრობას, ურთიერთობას, თანასწორობას, კიდევ ლიდერობას და მგონია რომ ეს არა მხოლოდ სკოლაში, არამედ ცხოვრებაში გამოგვადგება და მინდა მადლობა გადაუხადო დავითიანს ამ შანსისთვის, რომ იქ მოვხვდი და მინდა ჩემ თანატოლებს ვურჩიო, რომ არის ძალიან კარგი ადგილი, სადაც შეუძლიათ მათ მოხვედრა, თუმცა სურვილი აქვს და მინდა ყველას ვურჩიო, რომ აქ მოვიდნენ, რადგან ისინი მიიღებდნენ ძალიან უსაზღვრო სიხარულს და თავიანთ საუკეთესო მეგობრებთან ერთად. დიდ გამოცდილებას რა თქმა უნდა, როგორც თქვენ. ბატონო ნიკოლოზ, აი მეორე სემესტრი დაიწყო, ხო? აი სტრუქტურის შესახებ მინდა გკითხოთ, აი თვითონ კონკურსი, ფორმის თვალსაზრისით როგორ არის აგებული, თქვა პირველი სემესტრი, მეორე სემესტრი და აი სწავლების პროცესიც როგორია? ესეც საინტერესოა, თქვა, ბავშვები რა ფუნდამენტ, რა საბაზისო განათლებით მოდიან, თქვა, აი რელიგიის მიმართულებით თქვენთან. დიახ, მოგახსენებთ, ჩვენთან ფაქტობრივად უმრავლესობა, აბსოლუტური უმრავლესობა ერთი კერძო სკოლა არის ჩართული და დანარჩენი საჯარო სკოლები. ჩვენ ვიცით, რომ საჯარო სკოლებში რელიგიების ისტორია ნაკლებად ისწავლება, ძალიან მცირე დოზით ისტორიულ ნაწილში და მეტი თითქმის არა. და ჩვენ ვცდილობთ, რომ აი ეს განათლება შევიტანოთ. რა თქმა უნდა, ჩვენთან არ არის არანაირი შეზღუდვა ეთნიკური, რელიგიური წარმომავლობის გამო, ჩვენთან სწავლობენ განსხვავებული ეთნიკური და რელიგიური აღსარებლობის და რა თქმა უნდა, არც ერთ არ ექნება არანაირი პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ ვასწავლით. ვაცნობთ და დანარჩენი ხა ეს თავისი რელიგიური გზნობები თავისი საქმეა. აი ეს ყველაფერი ქმნის იმ კომფორტს, რომ ბავშვებს უხარია ჩვენთან მოსვლა. ჩვენი ლექციები ელექტრონული ვერსიით გვაქვს ეს რესურსები აწყობილი, უფრო საინტერესო სახალისოა და შეიძლება ითქვას, რომ აი ეს არაფორმალურ სივრცეში რელიგიის სწავლება გაცილებით უფრო კომფორტული არის, იმიტომ რომ ბავშვები მოდიან თავიანთი ინტერესებით. ჩვენ ვასწავლით როგორ? ნუ გადავცემთ ინფორმაციას და შემდეგ აი ამ ინფორმაციების რო დავასრულებთ ერთ რაღაც ლექციების ციკლს, მერე გვაქვს საკონკურსო პრეზენტაციები და საკონკურსო ტესტირებები. აი ამის საფუძველზე ბავშვები იღებენ რაღაც ქულებს, რომლის მიხედვითაც მერე უკვე ვლინდებიან გამარჯვებულები. და გამარჯვებულებისთვის ჩვენ გვაქვს საინტერესო პრიზები. პირველი სემესტრის გამარჯვებულები, აი ხა როგორც ის რა გადაეცა? მისი მეგობრები გადაეცა ზამთრის ბანაკის საგზური, რომელიც შესანიშნავი. მხოლოდ ბანაკი ეს არ არის, რომ მივიდეს, წავიდეს ბანაკში და იქ რაღაც ესეთი მარტო უბრალოდ დრო გაატაროს, ეს არის დატვირთული საინტერესო ტრენინგებით და ეს არის ზუსტად ჩვენი პროექტის პრიზის მნიშვნელობა, რომ ბავშვებს იქაც მივცეთ განვითარების საშუალება. ეს იქნება ძალიან სახალისო, საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანი ტრენინგები, საკმაოდ სერიოზული სპეციალისტები იქნებიან ჩართულები და ჩვენც დავითიანის თანამშრომლებიც, რა თქმა უნდა, მივდივართ, რომ აი იქაც ხდება ჩვენი მოსწავლეებთან, ასე ვთქვათ, გადამზადების ტრენინგები, რომელიც კიდევ უფრო სახალისო საინტერესოს გახდეს ჩვენს ურთიერთობას ბავშვებთან. კერძო სკოლების ჩართულობა უფრო მეტად არის გეგმება, ვთქვათ. იცით რა არის? რასთან არის დაკავშირებული საინტერესო? ჩვენ გვაქვს აქცენტი გაკეთებული უფრო მეტად საჯარო სკოლებზე, რომ ხელმისაწვდომობა საჯარო სკოლის მოსწავლეებს ჰქონდეთ, თუმცა შეზღუდულები არა ვართ. ჩვენ ვართ უკვე 25 სკოლაში, აი დაახლოებით 30-მდე სკოლა არის ჩვენს პროექტში ჩართული, მაგრამ აი ძირითადი 25 სკოლა ეს არის ის სკოლები, რომლებიც სრულად არიან ჩართულები
და ამის რესურსი რომ გავწვდეთ უფრო მეტ სკოლას, ამას ჭირდება ადამიანური რესურსი, თუნდაც მატერიალური ტექნიკური ბაზა და ასე შემდეგ, რომელიც მომავალში გვაქვს ეს სურვილი, გვაქვს სურვილი ასევე რეგიონების, თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ ამას საკმაოდ დიდი რესურსები ჭირდება. თუ გვექნება ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ამის მცდელობები. გვაქვს რაღაც ესეთი ლოკალური ურთიერთობები სხვადასხვა ეპარქიებიდან არის დაინტერესება და ქონდა ამაზე შეხვედრები, მოძღვრები, რომლებთაც აქვთ ეს შესაძლებლობა, რომ იქ რაღაც ასეთი მოეწყოს. ნახოთ როგორ განვითარდება. გარდა ამ სწავლებებისა, საინტერესო ის არის, რომ ჩვენთან არის საკლუბო მიმართულება. რას გულისხმობს? მოსწავლეებმა შექმნეს სკოლაში ახალგაზრდა ლიდერთა კლუბები და ეს კლუბები ახორციელებენ უკვე სკოლაში სხვადასხვა აქტივობებს და პროექტებს. მაგალითად, პირველ სემესტრში განახორციელეს საქველმოქმედო აქტივობა, სადაც შეაგროვეს სურსათი და უფასო სატრაპეზო, რომელიც ფუნქციონირებს სამებაში, იქ მოხდა ამ ყველაფრის მობილიზება და ყოველდღიურად დაახლოებით 200-ზე მეტი ადამიანი პურდება. ამ განათლებასთან ერთად ბევრი კეთილი საქმე კეთდება. დიახ, იცით რა არის? ჩართულები არიან ეს ახალგაზრდები? ამას ჭირდება მობილიზება, ადმინისტრაციასთან ურთიერთობა, მიწოდება ინფორმაციის. ეს უნარები არის, რომელიც შემდეგ ეხმარება მათ. ასევე გვაქვს ვიდეო რგოლების კონკურსი, რომელიც მათ განახორციელეს და სულ მალე ორშაბათს გამოვლინდება გამარჯვებულები, რომლებიც სხვადასხვა პრიზები დაჯილდოვდებიან. და გვაქვს ასევე სხვადასხვა კონკურსები. ეს არის ჩემი წიგნი, რომელიც ტრადიციული ჩვენი კონკურსი არის. ასევე იქნება სპორტული ღონისძიება, რომელიც უკვე დაგეგმილია და სულ მალე განხორციელდება ფრენბურთის ტურნირი არის დაგეგმილი და კიდევ რამდენიმე პროექტი, რომელსაც განახორციელებენ ჩვენი ახალგაზრდები. დიახ, და თამარ, კიდევ ერთი საკითხი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა პროექტ წიგნერ ლიდერს და ამის შესახებაც რომ გითხრათ რამდენიმე სიტყვა თუ შეიძლება. კი, როგორც ნიკოლოზმაც ახსენა, ჩვენ არ მხოლოდ ბავშვების მხოლოდ განათლების საკითხსაც ვუყურებთ, არამედ გვინდა რომ მათ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა იქნება თუ ღირებულებითი რაღაც საბაზისო არაფორმალური ეს განათლების მიცემა იქნება, ამასთან ერთად ჩვენ მათ დავეხმაროთ პროფესიის არჩევის საკითხში. ამის ფარგლებში ჩვენ უკვე მეორე წელია რაც თანამშრომლობთ წმინდა ანდრიას ქართულ უნივერსიტეტთან და ისინი ჩვენ გვმასპინძლობენ და აცნობენ იმ პროგრამებს, სასწავლო პროგრამებს, რაც მათ უკვე შეუძლიათ რომ საამავლოდ როგორც პროფესია ასე აირჩიონ. ძალიან საინტერესო არის ხოლმე ეს მოსწავლეებისთვის, იმიტომ რომ ჯერ თან ეცნობიან ყველაფერთან ერთად სტუდენტურ ცხოვრებას, თქვათ რა შეიძლება მათ ანუ ამ წლების განმავლობაში გაიარონ, რაც მათთვის ძალიან საინტერესო და მომხიბვლელია და გარდა ამისა ეცნობიან იმ პროფესიებს და ძალიან ბევრს უთქვამს, რომ ის პროფესია თქვათ რაც აქამდე მათ ნაკლებად იცოდნენ, ახლა მათთვის საინტერესოა და შეიძლება იფიქრონ რომ იმ პროფესიას გაყვანან. პირიქითაც ყოფილა რომ რაღაც გონიათ რომ მოწონდეთ და თურმე ის მათ ინტერესის სფეროში არ შედის და ამიტომ შეუძლიათ ინტერესი და ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის, წარმატებას გისურვებთ ლიზი, განსაკუთრებით ჩვენ და შენს მეგობრებს და პროექტს, რა თქმა უნდა. საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის არაფორმალური განათლების საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი ნიკოლოზ ცხომელიძე, კომუნიკაციების მენეჯერი თამარ მათიაშვილი და პროექტ წიგნიერი ლიდერის პირველი სემესტრის გამარჯვებული თბილისის 59 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი სამხარაძე იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ელისაბედ აბულაძე და გეგინე მსიწვერიძე კი უძღვებოდით დღევანდელ გადაცემას. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას და მშვიდობად. ნახვამდის.